მეგობრებო, თხილის ფასი გასდა 10 ლარს და აგვისტოს ბოლოსთვის თხილის ფასი დაახლოებით 15 ლარი იქნება, მაგრამ ეს მეზობელ თურქეთში. ხო და ხომ გაინტერესებს რატომ ღირს თურქეთში თხილი სამჯერ ძვირი ვიდრე საქართველოში. მოდი ერთად გავარკვიოთ ვიზე ყიდის თურქი გლეხი თუ ფერმერი ასე ძვირად თავის თხილს. მაშასე, მოვიდა თხილის სეზონი და ქართველი ფერმერები თხილს აგროვებენ. იმის მიუხედავად რომ წელს ძალიან წვიმიანი და ცუდი ამინდებია, თხილისთვის კი მზე, როგორც იცით, აუცილებელია, მაინც თხილის საუკეთესო მოსავალია და ამ პირობებში ფასი ისევ გაცილებით ნაკლებია ვიდრე მეზობელ თურქეთში. მე მოვიძიე ინფორმაციები, გავარკვიე რატომ ხდება ასე და ახლა მინდა ეს თქვენც მოგიყვეთ. ერთად გავარკვიოთ რატომ ღირს საქართველოში თხილი გაცილებით ნაკლები ვიდრე თურქეთში. მანამდე კი ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერის ღილაკის გააქტიურება მინდა გთხოვოთ. ეს სულ 5 წამის საქმეა და არ დაგეზაროთ. მაშასე, დავიწყოთ. წარმოიდგინე რომ შენ მთელი წლის შრომის შემდეგ თხილის მოსავალი გაქვს და ჩასაბარებლად რომ მიხვედი 1 კილოგრამში 3-დან 5 ლარამდე გთავაზობენ. ამ დროს კი ახლა თურქეთში ნაჭუჭიანი თხილის ფასი 50 რანდიმანის, ანუ ეფექტურობის გათვლით ახლობით 155-დან 200 თურქულ ლირამდე, რაც დაახლოებით 10 ლარია კილოგრამზე. ხედავ რომ ფასში განსხვავება ძალიან დიდია, მაგრამ თავარი კითხვა მხოლოდ ის არ არის, რატომ არის თურქეთში თხილი ასე ძვირი. თავარი კითხვა ისაა, რატომ შეუძლია თურქეთის სახელმწიფოს ფერმერისთვის უფრო ძლიერი საბაზრო პოზიციის შექმნა, მაშინ როცა საქართველოში გლეხი თუ ფერმერი ხშირად მთლიანად კერძო ჩამბარებელზეა დამოკიდებული. თურქეთში თხილის ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ სახელმწიფოს მონაწილეობაა. იქ არსებობს თურქეთის მარცვლეული სახელმწიფო სააგენტო, რომელსაც თხილის შესყიდვაშიც მნიშვნელოვანი როლი აქვს და რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში. ფერმერს მხოლოდ ერთ კერძო კომპანიისთან მოლაპარაკება არ უწევს და უფრო მეტიც არც სოფლის ბაზრებში იმის ზებნა, თუ ვინ ჩაიბარებს მის თხილს შედარებით ნორმალურ ფასად. მაშინ როდესაც სახელმწიფო ბაზარზე შემოდის, როგორც ყიდველი და ოფიციალური შესყიდვის ფასს ადგენს, კერძო ჩამბარებლებსაც ამ ფასის გათვალისწინება უწევთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელმწიფო შეუძლია შექმნას გარკვეული საბაზრო საყრდენი, რომლის ქვემოთაც ფასის დაწევა უფრო რთული ხდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში. ფერმერი თხილის წარმოებას არ იწყებს იმაზე ფიქრით, რამდენს გადაუხდიან თხილის მოსავალში. მან უკვე იცის ხარჯები თვეებით ადრე, სასუქი, თხილის წამლები, მუშახელი ტექნიკა, საწვავი, გაშრობა და მოსავლის აღება. და ეს თანხები თითქმის ზუსტად არის ცნობილი, მაგრამ არაა ცნობილი რა ფასს გადაუხდიან მას ამ თხილის მოსავალს. ფერმერმა მოსავალი უნდა აიღოს, მერე უნდა შეინახოს ან გაყიდოს. ახლა დავუბრუნდეთ თურქეთის მაგალითს. თურქეთში თხილის ფასზე გავლენას არ ახდენს მხოლოდ სახელმწიფო. ქვეყანა თხილის სოფლიოში ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი და ექსპორტიორია. უზარმაზარი წარმოება, ძლიერი გადამამუშავებელი სექტორი, ექსპორტიორები და ევროპული ბაზრის დიდი მოთხოვნა თხილზე ქმნის ისეთ სისტემას, სადაც ფასი მხოლოდ ერთი ადგილობრივი ჩამბარებლის გადაწყვეტილება ვერ იქნება. ამას ემატება რანდიმანის სისტემა, რომელიც ჩვენ უკვე ვახსენებთ. 50 რანდიმანი დაახლოებით ნიშნავს, რომ 100 კილოგრამი ნაჭუჭიანი თხილიდან დაახლოებით 50 კილოგრამი გამოსავლიანი გული უნდა მივიღოთ. ამიტომ თურქული თხილის ფასის შეფასებისას ხარისხი და გამოსავლიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა როცა შენ ამ ვიდეოს უყურებ, თურქეთში თხილს თურმე მხოლოდ კერძო იმპორტიორები იბარებენ. სახელმწიფო თხილს თურქეთში 24 აგვისტოდან ჩაიბარებს და მისი ფასი დაახლოებით 250 თურქული ლირა იქნება, რაც ქართულ ლუზე რომ გადავიყვანოთ, დაახლოებით 15 ლარია. ამასთან ემატება პრემია თუ თხილი კარგი ხარისხის იქნება. აი მაგალითად, ფერმერი მიიტანს სახელმწიფო ჩამბარებელ პუნქტში თხილს. იქ რამდენიმე კილოგრამ თხილს ამოიღებენ სხვადასხვა შეფუთვიდან და გატეხავენ. აი დაახლოებით ისე როგორც საქართველოში, თუმცა განსხვავება ამ თხილის გატეხვის მერე იწყება. დაითვლიან ყველა თხილის გულს, რაც ამოარჩიეს, მერე აწონიან ამ ამორჩეული თხილის გულებს და სპეციალური ფორმულით არკვევენ რანდიმანის პროცენტს. მაგრამ თავი განსხვავება იცით რა არის? თუ რანდიმანის პროცენტი გასცდება 50-ს, მაშინ თითოეულ დამატებით 1%-ზე ფერმერი მიიღებს დამატებით 5 ლირას კილოგრამზე. ანუ საბაზისოდ თხილის ფასი თურქეთის ხელისუფლებამ წელს განსაზღვრა დაახლოებით 15 ლარი. და თუ რანდიმანი იქნება მეტი, ფასიც მოიმატებს. საქართველოში კი სიტუაცია ოდნავ განსხვავებულია. ფასთან დაკავშირებითაც და იმპორტთან დაკავშირებითაც. მე მისაუბრია თხილის ჩამბარებლებთან, რამდენიმესთან და შარშან მაგალითად ამბობდნენ იმას, რომ პრობლემები ჰქონდათ უცხოეთში თხილის ექსპორტთან დაკავშირებით. ამის მთავარი მიზეზი დიდი კონკურენცია თურქების მხრიდან. აქ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი თხილის სექტორში. მან არა მხოლოდ ფასები უნდა დააწესოს ბაზარზე, არამედ ექსპორტიორებს უნდა დაეხმაროს დიდი ბაზრების მოძიებაშიც, მათთან მოლაპარაკებაში და ამ შემდეგ. აქ ასევე მნიშვნელოვანია თხილის
ხარისხ და თხილის ხარისხის განსაზღვრაში სახელმწიფოს როლი დიდია. მან უნდა მოახერხოს ფაროსანას პოპულაციის შემცირება და ამ მხრივ იაპონური კრაზანის საქართველოში შემოყვანა და ბუნებაში გაშვება, როგორც ფაროსანას მტრის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გახდა. კარგი, დავუბრუნდეთ თხილის ექსპორტს. ევროპაში თხილს ტკბილეულის წარმოებაში იყენებენ. საქართველოს ამ მხრივ დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს და ქართული თხილი უკვე ფართოდ იყიდება საერთაშორისო ბაზარზე, მაგრამ ფერმერისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება არა საბოლოო საექსპორტო ფასი, არამედ ის იყოს, რამდენს იღებს ის პირდაპირ მოსავლის ჩაბარების მომენტში. აქ ფასს წარმოქმნის მთელი ჯაჭვია. ფერმერი ყიდის თხილს ჩამბარებელზე. ჩამბარებელი ახარისხებს. შემდეგ მოდის გაშრობა, დასუფთავება, ტრანსპორტირება, გადამუშავება და ექსპორტი. ამ ყველა ეტაპს, რა თქმა უნდა, საკუთარი ხარჯი აქვს. ამიტომ საბოლოო საექსპორტო ფასი და ფერმერის ფასი ბუნებრივია, ერთმანეთის ტოლი ვერ იქნება. თუმცა, სწორედ აქ უნდა არსებობდეს სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია. არა ხელოვნურად მაღალი ფასის დაწესება, ისე რომ ექსპორტირებმა ვერ მოახერხონ მოგების მიღება, არამედ ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ფერმერს რეალური არჩევანი აქვს. სასურველია არსებობდეს გამჭვირვალე საბაზრო ინფორმაცია. ფერმერმა სუსტად უნდა იცოდეს რა ღირს მისი პროდუქტი, სხვადასხვა ხარისხისა და რანდიმანის მიხედვით. უნდა არსებობდეს თხილის ძლიერი სასაწყობი და საშრობი ინფრასტრუქტურა, რათა ფერმერი იძულებული არ იყოს მოსავალი იმავე დღეს გაყიდოს, როცა ამ მოსავალს მიიღებს. და ყველაზე მთავარი, უნდა არსებობდეს კონკურენცია მყიდველებს შორის, როცა ბაზარზე რამდენიმე დიდი მყიდველი, კოოპერატივის, სახელმწიფო მექანიზმი ან სხვა ალტერნატივა არსებობს, მდგომარეობა თხილის გაყიდვისას უფრო ჯანსაღი ხდება. სწორედ ამიტომ არის თურქეთის მაგალითი საინტერესო. ამიტომაც იზრდება მუდმივად თურქულ თხილზე მოთხოვნა მთელს მსოფლიოში. იმიტომ რომ თურქ ფერმერს აქვს ფინანსური საშუალება მოუაროს თხილის პლანტაციებს და არ იფიქროს თხილის ჩაბარების ფასზე. იქ სახელმწიფოს როლი მხოლოდ იმაში არ გამოიხატება, რომ რაღაც ფასს გამოაცხადებს. სახელმწიფო ცდილობს შექმნას ისეთი პირობები, რომელიც ფერმერს აძლევს გარანტიებს საბაზრო ცვლილებებს მოერგოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თურქეთში ფერმერები ყოველთვის მაქსიმალურ ფასს იღებენ ან სახელმწიფო ყველა პრობლემას აგვარებს, მაგრამ განსხვავება სისტემაში. როდესაც ფერმერს ყავს ალტერნატიული მყიდველი, ინფორმაცია ფასზე და შესაძლებლობა, რომ მოსავალი გარკვეული დროით შეინახოს, ისი მოლაპარაკების ძალა იზრდება. საქართველოში კი თუ ფერმერი მოსავლის აღების პერიოდში იძულებულია სწრაფად გაყიდოს პროდუქტი, მას შეუძლია მხოლოდ იმ ფასზე დათანხმდეს, რასაც იმ დღეს ბაზარი სთავაზობს. ამიტომაც, როდესაც თურქეთში ფასი დაახლოებით 10 ლარია და საქართველოში ზოგ შემთხვევაში ფერმერს 3 ლარს სთავაზობენ მხოლოდ იმის თქმა, რომ თურქეთში თხილი ძვირია, საკმარისი არ არის. უნდა დავსვათ უფრო მნიშვნელოვანი შეკითხვა. აქ თუ არა ქართველ ფერმერს იგივე საბაზრო ბერკეტები, რაც თურქ ფერმერს. თუ პასუხი არის არა, მაშინ პრობლემა მხოლოდ თხილის ფასში არ უნდა ვეძებოთ. პრობლემა არის ბაზრის მოწყობაში, ინფრასტრუქტურაში, კონკურენციაში და სახელმწიფოს როლში. საქართველოს უნდა აირჩიოს მხოლოდ ის მოდელი, სადაც სახელმწიფო თხილის ყიდვა-გაყიდვის ბაზარს შორიდან უყურებს, თუ ისეთი სისტემა უნდა შეიქმნას, სადაც ფერმერს რეალურად შეუძლია განსაზღვროს საკუთარი პროდუქტის ფასი. რადგან საბოლოოდ თხილის ექსპორტიდან მიღებული ფული მარტო ექსპორტიორის შემოსავალი არ არის. ამ ღირებულების ჯაჭვის საწყისი და ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი არის ადამიანი, რომელმაც თხილი მოიყვანა. არიან ის მკრეფავები, რომლებიც უკიდურეს სიცხეში კრეფენ და აგროვებენ ამ თხილს. და აქ ბუნებრივად ისმება მომდევნო შეკითხვა. რატომ არ არის საქართველოში თხილის მოვლისა და მოსავლის აღების ტექნიკა ისეთივე მდიდარი, როგორც თურქეთში? საქართველოში უკვე ძალიან რთული ხდება თხილის მოსავლის შეგროვება, რადგან მუშა ხელი შემცირდა. და აქ ვახსენდება საბჭოთა კავშირის დროინდელი ტერმინი მექანიზაცია. კი, დროა საქართველო გადავიდეს თხილის მოსავლის მექანიზებულ აღებაზე. იმისთვის, რომ ფერმერმა შეიძინოს ტექნიკა, თუნდაც განვადებით საჭიროა მას ჯეროდეს, რომ მომავალ წელს თხილის ფასი ისე არ დაეცემა, რომ ამ ტექნიკის განვადების თანხას ვერ გადაიხდის. და თუ მაინც ვერ რისკავს ამ ტექნიკის შეძენას, მაშინ უფრო ლოგიკური გამოსავალი კოოპერატივების შექმნა. აქაც სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ამ კოოპერატივებს, რომ შეიძინონ ტექნიკა და არა მხოლოდ თხილის შესაგროვებლად, არამედ სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის შესაგროვებლად. ამით მეორე პრობლემას გადაიჭრება. იმ ტექნიკაზე მძღოლი და მექანიკოსი ჭირდება, რაც იმავე სოფლის ახალგაზრდა გოგობიჭები იქნებიან და სოფლიდანაც ხალხი არ გაიქცევა. და ჩემი სუბიექტური აზრით, სწორედ ასე შეიძლება სოფლის გაძლიერება, ძალებისა და ფინანსების გაერთიანებით. თორემ ერთი ძროხით და 10 ძირით ხილით სოფელი ვერ გაძლიერდება. ეს ყველაფერი თეორიულად ხომ ძალიან მარტივია, მაგრამ
რატომღაც პრაქტიკაში ამის განხორციელებას დღემდე ვერავინ უხელმძღვანელა. სახელმწიფოს როლიც მე ასე მესმის. გაუადვილოს საკუთარ მოქალაქეებს შრომისგან მიღებული სარგებლის უკეთეს ფასად გაყიდვა. სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ ის უნდა იყოს, რომ ადამიანს თავისი შრომისგან სამართლიანი წილი დარჩეს. და ამის მაგალითი თურქეთი და მისი სოფლის მეურნეობა. თუ აქამდე მისმენდი არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება არ დაგავიწყდეს. კომენტარებში კი შენს აზრს წავიკითხავ. არის კი საქართველოში ფერმერი დარწმუნებული იმაში, რომ მის მოსავალს კარგ ფასად გააყიდის. დიდი მადლობა.